ჩვენ ყავს დავით კირკიდაძე. რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას. გადაკეტვა 40 და 50 კილომეტრის იქით აქციისთვის გზების ცხოვრებაში არ მომიდოა თავში და არცად ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება მოვიდეს ასე. ხელავში რო ყოფილიყო შუაში კორდონი, ეს იქნებოდა კანონიერი. გურჯაანში გადაკეტვა ეს იყო სრულიად უკანონო. პოლიცია ამ შემთხვევაში მოიქცა როგორც ნების აღსრულებელი ორგანიზებული დანაშაულების დაჯგუფები და ამიტომ მის ქმედებას არც ლეგიტიმურობა არ აქვს. და ამიტომ მას აქედან არის, აქ უნდა ეძებოთ გამძაფრების ასე რომ თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, თქვათ თუ კიდე დემონსტრანტებმა მათ შორის ნახეთ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ხომ პროცესში, თქვენი პოლიცისაბჭოს წევრია პარტიის, ხომ, რომ გადააჭარბეს აი ამ თქვათ ქცევაში, ხომ, ეს ამას თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რადგან მიიჩნევთ რომ თვითონ პოლიცია მოიქცა არასწორად. მოთქვით, თქვენს რო 10 პოლიციელი დაშავებული, ერთი მაინც დამანახეთ, აბა დაშავებული. ისინი სუცრუობენ. ისინი სუთხუიან. ისინი და როდესაც პოლიცია ექცევა როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღონ პასუხი როგორც ბანდიტებმა, უკაცრავად. საქართველოში, როდესაც თუ პოლიცია იტაცებს ადამიანს ქუჩაში, როგორც მოიტაცეს ავგან მუხტარდი, ისინი პოლიცია იყო, იმ შემთხვევაში ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბანდიტები. თუ პოლიცია ვიღაცას ცემს, თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და ქურდებს აცემიებს ვიღაცას და იქვე თვითონ დგას აწასს. თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი აღარიშნებით და რაღაცა, ეს უკვე აღარ არის პოლიცია. ის ადამიანები, ვინც პოლიციაში არ ყვნენ კანონს, ისინი უნდა დაისაჯონ კანონის სიმკაცრით. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ, არ უნდა ჩვენ ცემოთ და რაღაცა ეს ნახდათ არ არის, არჩევის წინ და ცხოვრებაში არავის არ გამიწევია ნახდათ ეს ფიზიკურად, მაგრამ ის რომ ამ შემთხვევაში პოლიცია ამ ორგანიზებულ დანაშაულმა დაჯგუფებამ ივანიშვილის მეთაურობით გადააქცია ჩვეულებრივ დანამატად კრიმინალური სისტემის, სადაც ერთ მხრივარია მაყურებლები, მაგალითად სამეგრელოში მაყურებელი იყო ცხაკაია, რომელსაც უკიდეს ეხა ჯიპი და დააგებებს იქ რამდენი მაყურებელი გურიაში გააგზავნეს ქურდები, თბილისში ყავს თავის მაყურებლები, რუსთავში ყავს თავის მაყურებლები და პოლიცია ფარცხალაძე გახდა მთავარი მაყურებელი ქართულ ბიზნესის და პოლიცია უბრალოდ დანამატი ხდება პოლიციის რაღაც შენაერთები, ისინი აი ის ჯგუფები იქ იყო ეს დაჯგუფება პეპელა, სპეცნაზი, რომელიც გადაცმული იყო ჩვეულებრივი პოლიციის ფორმაში, თავისთავად დარღვევა, ის ასეთი გადაკეთება დარღვევა თვითონ იძახიან რომ იძახოდნენ რომ უი შემთხვევით ავტობუსები შემთხვევით აღმოჩნდა იქ უი შემთხვევით არა კაცო გაგატარეს აგერ პრობლემა არა ზუსტად ისევე იქცეოდნენ როგორც 2013 წელში 3 წელში შევარდნაძის პოლიცია ზუსტად ისევე იქცეოდნენ როგორც ასვანის შეერაღებული დაჯგუფებები და ჩემთვის ასეთი პოლიცია ნამდვილად აღარ არის არც ლეგიტიმური არც გამართლებული. ბატონ მიხეილ, ჩვენ ნანახი გვაქვს კადრები, ჩვენ ეთერშიც გავიდა დაზარალებული პოლიციელების, ალბათ ამისი უარყოფა ვერ იქნება მთლად სწორი ამბავი, იმიტომ რომ პოლიციელები დაზარალდნენ ამ პროცესში და ტყუილს აქ ადგილი არ აქვს. აშკარად იყვნენ დაზარალებული. ძალადობის მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ რომ ბანდიტები მართავენ საქართველოს. ივანიშვილმა მოპარა საქართველოს ხალხს ბოლო წელიწადში 3 მილიარდი ლარი. გაზარდა პურის ფასი ახლა, გაზარდა დენის ფასი, გაზარდა ვის გაზის ფასი. ჩაიდო ჯიბეში იდებს ჯიბეში საქართველოს ელექტროსისტემას, იდებს ჯიბეში საქართველოს რკინიგზას ახლა, ჩაიდო ჯიბეში ბიტკოინების ქალხის დენი, ჩაიდო ჯიბეში მადნეური და სარტრის, ჩაიდო ჯიბეში რკინიგზის მილიარდი ლარი, რომელიც მან ბახტაძემ და მისმა დეიდაშმა მოუჩა მოიპარეს. ჩაიდო ჯიბეში უამრავი მიწა 0 ლარად. ეს კაცია ჩვეულებრივი მიმტაცებელი და ბანდიტი, იცვისაც მათ იცავს, ისინიც არიან ბანდიტის ბრძანების შემსრულებლები, ეს ერთი და როდესაც ბანდიტი მე მელაპარაკება კანონს და კანონიერებაზე უკაცრავად და მე ამათ არ მივიდა. თქვენ გამოდის ბატონ მიხეილ ახლა რომ ბანდიტებს პოლიციელებსაც უწოდებთ ხომ, ასე გამოდის და არ ვიციათ რამდენად სწორია და თქვენთვისაც სასარგებლო როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის. პოლიცია ასრულებს ყოველთვის უმეტეს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში თქვენ დროსაც ასე იყო სხვათა შორის, აი მინდა რომ დავასრულო კითხვა, მე არ ვაპირებ მართლაც და ეს არაფერი პერსონალური, არ ვაპირებ 9 წელზე საუბარს, უბრალოდ გამჭირდება ხოლმე შიგადაში ამ თემას საუბარი, იმიტომ რომ აი 26 მაისს მაგალითად არამხოლოდ ბარიერები კი არ შეექმნათ ოპონენტებს მისასვლელად, არამედ ბარიერები შეექმნათ გამოსასვლელად. ჩვენ ნახეთ როგორ იქცეოდა სასტიკად, ხომ, ხელისუფლება მაშინ სამწუხაროდ პოლიცია იყო და შესაძლოა რჩება კიდეც პოლიტიზირებული, მაგრამ აქ რამდენად არის, ვთქვათ, მისაღები თქვენი მხრიდან ამ თემაზე ხაზგასმა აუდიტორიისთვის, აი ეს არის კიდევ ცალკე საკითხი. ამის მინეთ ახლა კარგად 26 მაისი იყო რუსების მიერ დაფინანსებული პროვოკაცია საქართველოს სამხედრო აღლუმის ჩასვლის მიზნით. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ გურჯაანის გზას გადაკეთებას შორის და 26 მაისის პროვოკაციის შორის, სადაც მათ მოკლეს ერთი პოლიციელი და რამდენიმე დააშავეს, მართლა დააშავეს, არა ესე ვითომ დააშავეს. რამდენიმე პოლიციელი ერთი დღესაც ინვალიდია. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ, არ შენ ამოღება ხმა ეგრე მეუფლები. უკაცრავად მე ამომეგებ ხმა. ჩვენ
თავს ვიცავდით საქართველოს იცავდა რუსული პირდაპირ პროვოკაციები და რუსეთის მიერ გადახდილი პირდაპირი ძალადობრივი აქტებისგან, რაც მაშინ განახორციელა ნინო ბურჯანაძე და მისმა შემადგენლობამ. ეს ერთი. რაც შეეხება პოლიტიკოსები არაფობზე, სალომე ზურაბიშვილი არის ხო ბურჯანაძის გვერდზე, ბელაჩაოს რომ კეროდა, როცა მანქანები დაამტვრიეს იქ და ჟურნალისტი ავალიანი თუ ავალიშვილი გახეთქეს თემით პირველ ახსნა. სალომე ზურაბიშვილი იქ ეს მეორე. და მესამე. კიდევ ერთხელ ვიმეორე. ახლა საქართველოს მოაჯდნენ ჩვეულებრივი ბანდიტები. გუშინ ზურაბიშვილი გონი 26 მაისის აქციაზე არ იყო, ბატონო მიხეილ, ალბათ წინა პერიოდს აქციას გულისხმობთ, ხომ 7 ნოემბრის პერიოდს გულისხმობთ, როცა გაერთიანებული ყველა აქციაზე იდგა ნინო ბურჯანაძის გვერდით, თუმცა თავის დროზე მოხსნილი იქა ნინო ბურჯანაძის ინიციატივით, ეს ერთი და მეორე. საუბარია ძალიან კონკრეტული. საქართველოში გუშინ მოუკვდათ როცა სააკაშვილის გამოგება პატიმარი მოკვდა შიმშილობით საბჭოთა კავშირში 60-იანი წლების შემდეგ არ მოკვდა პატიმარი ციხეს შიმშილობით და პატიმრის ოჯახიდან ან ფულის მისცემით ან დაშინებით რა თქმა უნდა დიდი ბოდიში მლამის ბატონ ბიძინას იმისაც თუ ჩვენი პატიმარი მოგვიკალი ხალხი რომელიც მანამდე იქ მოკლეს ქუთაისის ციხეში პატიმარი იაკერზაია მოკლეს პირდაპირ გაგებით მოკლეს, სხვა არაფერი არ ქვია, უსათნოესი დირექტორი ზუგდიდის მეექვსე სკოლის. ეს ხალხი იძახის, ვინმე მე დიახა თამომეღება ხმა, იმიტომ რომ ეხლა ჩვეულებრივი ბანდიტები მოაჯდა საქართველოს და ერთადერთი ჩემი შეცდომა არის ის, რომ მე დაუშვი, თავარი შეცდომის მეტი რა, როცა საქმეს აკეთებ შეცდომისას, კეთება, თავარი ჩემი შეცდომა არის ის, რომ მე დაუშვი, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს და რა თქმა უნდა ამაზე ბოდიში მაქვს მოსახედი. ბატონო მიხეილ, აი რა უნდა გექნათ ეს რომ არ დაგეშვათ, ეს ხომ არჩევნების გზით მოხდა. არჩევნების გზით მოხდა, მაგრამ არჩევნების გზით სანამ მივდიოდი ამ კაცმა უამრავი ფული დახარჯა რუსული გეგმების შესრულებაზე, პროვოკაციებზე, მათ შორის სხვადასხვა ძალადობრივ აქციებზე, მან უამრავი ფული დახარჯა შავ პროპაგანდაზე ქართულ საქართველოს წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით და ეს კაცი არ იხდიდა გადასახადებს და ეს კაცი ბევრ სხვა სქემაში მონაწილეობდა, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში, ჩვეულებრივ სამართლებრივ ქვეყანაში იქნებოდა რეაგირების საგანი. სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა მაშინ საკმარისი სიმტკიცე, რომ ივანიშვილის ფაქტორი, ივანიშვილის როგორც რუსეთის თავარი ფაქტორი საკმარისად შეეფასებია. ბევრი ფაქტორის გამო, მანამდე ყავდა რეზიდენტი პატარკაშვილი, რომელიც რომაც საკმარისი ძალები დაგოხარჯა ძალიან დაღალა ხელისუფლება და ძალიან დაღალა ის ხალხი, ვინც ამაზე უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, მერე იყო ომი, მერე იყო უამრავი სხვა პროვოკაცია, მერე ხალხს გვიფეთქებდნენ გალში, გალიდან, ბათუმში, ხობში, გამგებელი მოგვიყვეს, სპეციალიზების უფროსებს გვიყვავენ და შემდეგ ამ პირობებში უბრალოდ აღარ გეყო ძალა საქართველოს სახელმწიფოს თავი დაეცვა ამ ახალი საფრთხის რომელიც ივანიშვილის სახით უშეცემოდნენ. აი თქვენ თქვით რომ ეს შეცდომა იყო თქვენი მხრიდან, როდესაც ეს დაუშვით. აი მაინტერესებს ახლა ასეთი კითხვა დაგისვათ, დღეს ეხმარებით თუ არა მას და შესაბამისად უშვებთ თუ არა შეცდომას, როდესაც აქტიურობთ პოლიტიკაში. აი თქვენ მაგალითად ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა თქვენმა ამ წუთში თქვენი კანდიდატის მხარდამჭერმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა მარცხის ფორმულაც კი გიწოდათ და რაღაცნაირად ნახეთ როგორ მოხდა მეორე ტურის წინ მთლიანად თქვენი იმიჯი აიფარა წინ ოცნებამ 9 წლის სახელით და ასე მივიდა იმ არჩევნების ფინალამდე 1.200.000 ხმამდე იქ რამდენია ჩაყრილი, რამდენია ნამდვილია ეს ბუნებრივია გასარჩევია, მაგრამ ფაქტია რომ შედეგი დაიდო. აი თქვენ დღეს მას ეხმარებით თუ არა ხელისუფლებაში დარჩენაში? ნინო, სწორად თქვით ჩვენ ზუსტად. აბსოლუტურად სწორად თქვით. როდესაც 2016-ში ნაციონალურ მოძრაობამ აიღო 500 ხმა მაშინ ვიღაცები ძახოდნენ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი, რომელიც მე შევიდა ნაციონალურ